ბრიტანელი წარმოშობით ქართველი მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოშია მომღერალმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და საერთაშორისო ექსპედიციის მიმდინარეობას გაეცნო. ქეთი მელუა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის უძველესი ფრესკების გადასარჩენად საკუთარ ინიციატივას ახორციელებს და ბრიტანეთში უძველესი ძეგლების პოპულარიზაციას ეწევა. Საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით მელუა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ერთად ვარძიის ფრესკების გადარჩენის პროექტს ხარს უჭერს. საკონსერვაციო კვლევითი სამუშაოების სააგენტოს დაფინანსებით ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის სპეციალისტებთან ერთად ხორციელდება უახლოეს დღეებში საქართველოში ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტის კედლის მხატვრობის რესტავრაციის დეპარტამენტის დირექტორი ჩამოვა და სამონასტრო კომპლექსს დაათვალიერებს. მხარეთა შეთანხმების თანახმად ვარძიის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობის დიაგნოსტირება და კონსერვაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ეხლა ჩამოვედი პირველად ვარძიასთან უკვე 1-2 წელის მერე და ვნახულობ როგორ დაიწყა ეს პროექტი და ისეთი საინტერესოა რომ რამდენი ნიშნავს საქართველოსთვის და ვარძიისთვის რომ ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი, კორტოლდის ინსტიტუტი, რო ეხმარება მარტო სურათების და ფრესკების პრეზერვაცია და კონსერვაცია კი არა, სტუდენტებს ასწავლიან როგორ ეს გაკეთდეს. მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, სამხატვრო აკადემია და ლონდონის კულტურის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით ხდება სამუშაოები, კომპლექსური სამუშაოები, სადაც მნიშვნელოვანი როლი უკავია კვლევას და ჩვენ ვისაუბრეთ როგორი სკულპტურული ხდება ძალისხმევით ეს საქმიანობა ვნახეთ.